მასხრად გვიგდებს, მამაძაღლიო. თლად უფროსმა დაამშვიდა, ძალიან კარგიო. მასლაკოვის განწირულმა იუმორმა იურიდიულ პრაქტიკას კიდევ ერთი მარგალიტი შესძინა. აღნიშნული იქნა, ორგანიზაციის სახელწოდებად კონსპირაციისთვის ჯგუფის მიერ შერჩეულ იქნა 300. კავეზე, რაც თავისთავად არაფერს ნიშნავს. მასლაკოვის მიერ განმარტებული მნიშვნელობა არ ხსენებულა. წყნეთსა თუ დიღმში ერთი ავეტიკა იყო. დაჭერები რომ გახშირდა, ამით ხელის მოთფობა განიზრახა. დაპატიმრებულთა ნათესავ ნაცნობებში დადიოდა. კაცი მყავს, პულსად ხოვლობს, ამასა და ამას გაგითავისუფლებდო. მოვაგროოთ, დავიხსნათო. ბევრს არ ამბობდა, ცოტას. გამიგონია, თუ წამიკითხავს ადამიანი ბუნებით ქველმოქმედიაო და იმ რამდენიმე მანეთს ვინ დაინანებს, მით უმეტეს, როცა ახლო ნათესავისა თუ მეგობრის გადარჩენაა შესაძლებელი. აძლევდნენ რაღაც გროშებს. ჩეკისტებმა ავეტიკას მოღვაწეობის ამბავი დასაწყისშივე გაიგეს და გაინაპნენ. როცა ავეტიკას მეპაიეებმა 100 კაცამდე მოიყარა თავი, აი მაშინ ჩატარდა ძლევამოსილი ოპერაცია ხალხის მტრების დიდი ჯგუფის ლიკვიდაცია. სწორედ ასე აუწყეს საზოგადოებას ინფორმაციის წყაროებმა. რით არ იყო მოხუცი დედაკაცებისა და ხეიბრების ეს ერთობლიობა კონტრრევოლუციური, ანტისაბჭოთა ორგანიზაცია. ავეტიკას ხომ ყოველი ფულის გამღები პირი, მათივე სიმშვიდისთვის დიდი სრუდუნებით შეჰქონდა სიაში და ჩეკისტებს ეს სამხირი ხელ ჰქონდათ. 10 წელიწადი წარმოდგენილი მაქვს საწყლებს რა გამომეტყველება ექნებოდათ. მათ სახეზე და საქციელში არც დარდი იყო, არც სინანული, ან ვინმეს მიმართ ჩაბუდებული ჯავრი. მხოლოდ განცვიფრება და კიდევ ის უხერხულობისა თუ სირცხვილის გრძნობა ადამიანს ლამაზმანების წრეში კუილი რომ გასწრეს. ინტელიგენციას 1924 წლის დამარცხების სინდრომი და ახალი რეპრესიების განცდა ჰქონდა. ყველა ცდილობდა აღარაფერზე ეფიქრა. გულის დარდი ქეიფი ჩაეხშო. ყალბი უდარდელობა თავდაცვის საშუალებად იქცა. უახლოესი ძმაკაცების რხინიც კი იშვიათი გამონაკლისის გარდა ერთმანეთისგან მართალი გრძნობებისა და ჭეშმარიტი განწყობილებების დამალვის ადგილად იქცა. ჩვენი ოჯახი ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული. გორა პაპას სადილობისას სიცილი აუვარდა. მამამ მკითხა რა გაცინებსო. ვიღაც დაასახელა დღეს ასე მითხრაო, წინათ კაცს რომ შევხვდებოდი, ვფიქრობდი, ამ კაცისგან რა ხერი შეიძლება მქონდეს მეთქი. ეხლა იმასა ვფიქრობ, დამაბეზღებს თუ დამაჭერინებს თუ არა მეთქი. აი ცინიზმის კიდევ რამდენიმე მაგალითი. შარიან ხელისუფლებას ეშმაკი ქვეშევრდო მიყავს. ეს საუკეთესოდ გამომჟღავნდა იმ წლების ერთ გახმაურებულ ამბავში. კახეთი რომ ქართული ბილდსიტყვა ოხუნჯობის აკვანი, საცავი და მარადიული ემისიონერია ეს ერთმა ჯირკი გლეჯიაშვილმა თუ ბელტიყლაპიაშვილმა ასეთი გამოგონებით ვინიცის მე რამდენად დაადასტურა. სტალინის ამ ბერიას სავალდებულო სადღეგრძელო რომ წარმოითქმებოდა, დაიძახებდა ხოლმე, დიდ სტალინს გაუმარ, აქ პაუზას აკეთებდა და მთელი სუფრა ყიროდა ბოლო მარცვალ ჯოს. თუ არ მოეწონებოდა წამოძახილი სერთხმოვანება, მაშინ მეორე დაყვირდებოდა და ზოგჯერ მესამედაც. მერე ბერია სადღეგრძელოზე გაიძახოდა მთელი სუფრა ჯოს. მერე პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობის სადღეგრძელოზე და ხანდახან რაიკომის მდივნის წილი ჯოც გაისმოდა. ამ ერთობლივ წამოძახილში იგულისხმებოდა სტალინისა და მისი სადღეგრძელოც იყო. იმის თავზე ასე და ისეო. შეძახილი გავრცელდა და საშიში მასშტაბები მიიღო. ჩეკისტებმა პირველ წყაროს მიაგნეს, დაიჭირეს, დაჰკითხეს. მაგას რომ ყვირი რას გულისხმობ? ჯირკი გლეჯიაშვილმა მიუგო, ბელადებს ვადიდებო. გამომძიებელი ჩააცივდა, სიმართლეს თქვიო. დაჭერულმა უთხრა, მე როგორც გითხარი ასია და ახლა შენ არ თქვი, როგორც აგონიაო. როგორც ეგონათ და როგორც ნამდვილად იყო, იმას გამომძიებელი კი არა, პოლიტბიუროს ვერც ერთი წევრი ვერ გაიმეორებდა. იცოდა რაც მოელოდა. იჯდა ჯირკი გლეჯიაშვილი თუ ბელტიყლაპიაშვილი კაი ერთი წელი. კრუხი შეუსვეს, იქნება წამოსცდეს, რასაც გულისხმობდაო. არაფერი გამოუვიდათ. საგანგებო სათათბიროს გაუგზავნიდნენ საქმეს და რამდენსაც აქაური ჩეკისტები მოითხოვდნენ სასჯელად, იმ ვადას გამოუგზავნიდნენ მოსკოველი ჩეკისტები ჯირკი გლეჯიაშვილს, მაგრამ გათვალისწინებულ იქნა შემდეგი გარემოება. ხალხმა რა იცოდა შეძახილის ავტორი რისთვის დააპატიმრეს.
და ჯოს ხვირილი კი მთელ საქართველოს მოედო. ჩეკისტებმა იფიქრეს, გაუშვათ, ახლობლებში იტყვის, რისთვისაც ვაყურყუდეთ. ხმა გავარდება და ხალხი ჯოს ძახილს მოიშლისო. გამოუშვეს. მამაძაღლი ბელტიყლაპიაშვილი თუ ჯირკი გლეჯიაშვილი გაიტვრინა. არავის არაფერი უთხრა. სტალინის სიკვდილის შემდეგ ბელადების სადღეგრძელოს სავალდებულო ხმის ტრადიცია მოიშალა, მაგრამ განსაკუთრებით პატივსაცემი კაცის ადრეგზელოს თვალი ქართველები დღესაც იმავე ღრიალით ამთავრებენ. შენ თავზე ასე და ისევ ქენიო. ამ შეძახილის თავდაპირველი დანიშნულება დღეს არავინ იცის, ისევ ჯოს გაიძახი. რა ვიცი, ზოგმა იქნება იცის კიდეც. ცნობისთვის ჯირკი გლეჯიაშვილი თუ ბელტიყლაპიაშვილი შემდეგში მაინც დახვრიტეს. ამაზე ახი იყო, რა აღვირებდა. არ ვიცი, დედმამის შემხედვარემ თუ გარემოცვის სულიერმა ტონუსმა. ბავშვებსაც დაუკარგა იუმორსა და ცინიზმს შორის არსებული ზღურის გრძნობა. ჩემ სტოლებში ასეთი შემთხვევა მოხდა. პირველ სკოლაში მეხუთე კლასის ერთი მოსწავლე გოგონას სიყვარულის წერილი დაუჭირა დედმამამ. ბიჭის მიერ მიწერილი ბარათის პასუხი იყო. მშობლები აღშფოთდნენ, გოგონას გაუჯავდნენ, გოგონამ თავის მოკლა განიზრახა და უახლოეს მეგობარ თანაკლასელს, რომელიც ელამი იყო და ლირა ერქვა სთხოვა, საწამლავი მიშოვნეო. ლირამ თავის რიგში თანაკლასელ ბიჭს სთხოვა, კატა გაგვიცობდა, უნდა მოუწამლო და საწამლავს ხომ ვერ მიშოვნიო. ურშამ ეს იმ ბიჭის მეცახელი იყო, უთხრა. შენ რაღაც საწამლავი გვაქვს, ზედაწერია ბავშვებო, ხელი არ ახლოთ საწამლავია. დიდასვენებაზე გავიქცევი, მოვიტანო. გავიდა ყურშა აფთიაქში, 2 დოზა ინგლისური მარილი იყიდა, ლირას გადასცა. მეორე დღეს გოგონა სკოლაში არ მოვიდა. ხმა დაირხა, თავი მოიწამლაო. ურშამ გაკვეთილების შემდეგ თანაკლასელი შეაგულიანა, მივიდეთ ვინახულოთ. წავიდნენ, გოგონა ლოგინში იწვა დედამისის სტუმრად მოსულ ბავშვებს წარამარა მეორე ოთახში გასვლას თხოვდა. თვითმკვლელს ინგლისური მარილის მიღების შედეგები აწუხებდა. საჭირო ოთახში გასვლა სჭირდებოდა. ეს რამოდენიმეჯერ განმეორდა. მეორე დღეს ყურშამ საიდუმლო გაამხილა. კლასი სიცილით კვდებოდა. ყურშას თავი მოჰქონდა, ხომ მაგარი რამე ვქენიო. პაპაგორას ერთი ახლობელი კაცი ბორჯომში ნათესავებთან სტუმრად იყო. მასპინძლის აივნიდან ბორჯომულაზე გადებული ხიდი ხელის გულზე იდო. გავიდა, ჯავახეთიდან სამუშაო ჩამოსული გლეხი ნახა. მოურიგდა. ხიდზე დააყენა და მთელი საათის მანძილზე მტკვარში აფურთხებინა. შარიმოზდო კარგად არ აფურთხებდიო და შეპირებული გასამრჯელოს მხოლოდ ნახევარი გადაუხადა. გრიგანი იმ დროს თბილისში 2 ორიგინალი იყო. ერთი რუსთაველის პროსპექტზე ლუქსის მაღაზიასთან მოგზალებით იდგა დილიდან საღამომდე და სტალინივით ეცვა. ზუსტად ხელიც კიტელის ღილებს შუა ჰქონდა შეყოფილი. სტალინი იყო ზედგამოჭრილი, იდგა და იდგა. არც თავად ესალმებოდა ვინმეს და არც ის მინახავს ვინმე გამოლაპარაკებოდეს. ეგრე იდგა. მეორე ორიგინალი გრიგანი გახდათ ლონდონელი დენდის მსგავსა თუ ყაიდაზე იცვამდა ლამაზი ტანადი მოხდენილი პიროვნება იყო სადღაც რომელიღაც ქალაქში კომბინატორობდა. ჩამოსულს რუსთაველის გამზირზე უყვარდა ავლა ჩამოულა. თბილისში ინტიმური მეგობარი ჰყავდა, ნახევრად გერმანელი, ნახევრად ქართველი, ძალზე ლამაზი ქალი. საფიქრებელია მის ანახავად მასთან ურთიერთობისთვის ჩამოდიოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, სხვა საჭიროებებთან შეთავსებით, თორემ რომ იტყვია ნამეტანი საქმიანი კაცი იყო. სხვაფრივ ვერ მოიცლიდა. ერთხელ ასეთი რამ მოხდა. რუსთაველის პროსპექტზე ლაღიძის წყლებთან ვიდექით, მე და რამდენიმე ჭაბუკი. მოედნის მხრიდან გრიგანი მოსეირნობდა. თავის ლამაზმანთან ერთად, ჩვენს შორიახლოს წყვილს ვიღაც შემოხვდა. გრიგანი დადგა, გამოელაპარაკა, ქალმა ნელა სიარული განაგრძო. ოდნავ გაგვცდა და ამ დროს გრიგანმაც მოაღწია. გუგურა სიხარულიძემ ქალს ხარბი მზერა მიაყოლა და კარგა მაღალი ხმის თქვა, აუ ბიჭო რასაუ, ქალიაო. გრიგანმა მოიხედა და გვითხრა, იმდენი არაფერიო. ჩვენი რეაქცია ადვილი წარმოსადგენია, მით უმეტეს რომ გრიგანმა ეს ფრაზა მხოლოდ ისროლა, მიტრიალდა სატრფოს ხელი მკლავში გაუყარა და წავიდა. ლევან პაპა საზოგადოებაში თავისი უწყინარი ხუმრობებით და ენამახვილობით იყო ცნობილი და აგერ იუმორი როგორ გადაექცა ცინიზმად. გასაბჭოებით გაღატაკებულ აზნაურს ერთოთახიანი ქუხი შერჩა გიგეთში, კაკლიანი პატარა ეზოთი.
ეგ იყო და ეგ მისი ქონებაცა და სიმდიდრეც. თბილისში დასთან ერთად ცხოვრობდა სადღაც ჯურუმულში. გაზაფხულდებოდა თუ არა, გამოსწევდნენ კიკეთისკენ და გვიან შემოდგომამდე აქ იყვნენ. ღალის ასაკრეფად და მოსავლის ასაღებ დასაბინავებლად შეღოვნებული ბატონებივით. ლევან პაპა დღეს ძირითადად კაკლის ქვეშ გაფენილ ჭილობზე ატარებდა. თავი მუთაქაზე ედო, ან ფიქრობდა, ან სწვლემდა. ჭოღოლიები იდგნენ ვიღაცისგან ჩამორთმეულ აგარაკში. ჭოღოლია მე-11 არმიაში შემოყოლილი სამხედრო პირი და მერე პარტიული ფუნქციონერი გახდათ. მის ცოლს ერქვა ელადა. წინათ ელიზავეტა პროხოროვნა რქმევია. სახელი თავად გადაიკეთა. ასე უფრო კულტურულიაო. ერთი ბიჭი ყავდათ, სახელად დენის, მაშინ 16 წლისა იქნებოდა, დენიკინა შევარკვით, რაც მთელი მათი ოჯახის მწვავე რეაქციას იწვევდა. ერთხელ დენიკინამ ლევან პაპას ასეთი საჭოჭმანო კითხვა დაუსვა. მთელი დღე, მთელი ზაფხული და მთელი სიცოცხლე ამ კაკლის ძირში წევხართ. რითი ცხოვრობთ? ფული საიდან გაქვთ? დენიკინა კრეტინი იყო. ამას თავად ვერ მოიფიქრებდა. ოჯახში ნათქვამი გაიმეორა. ამას ლევან პაპაც მიხვდა და მიუგო. პარიზიდან მიგზავნიანო. დენიკინა მეკითხა რაშიო? იმაში, რითაც ადამიანები მრავლდებიანო. დენიკინამ უკვე იცოდა, გაუკვირდა და დაინტერესდა. რაღა თქვენ აგირჩიეს? თავისი ფრანგებისა ცოტა აქვთო? ერის ჯიშის გასაუმჯობესებლად მიაქვთო, განუმარტა ლევან პაპამ. ეს ლაპარაკი ასე დამთავრდა. მაგრამ დენიკინა ლევან პაპას მეორე დღეს ესტუმრა და კითხა. ის რითაც ადამიანები მრავლდებიან, ჩემი თუ გამოდგებაო. ლევან პაპამ დენიკინა აათვალიერ ჩაათვალიერა. თავი მოწონებით ჩააკიცინა. აფთიაქის პატარა თეთრი ბოტლუკით მოიტანე. ნახავდა თუ ივარგებს, გავგზავნიო. ბიჭმა ისე მოკლე ხანში მოარბენინა აფთიაქის პატარა ბოთლუკი, სავსე იმით, რითაც ადამიანები მრავლდებიან, რომ ლევან პაპას ეჭვი შეეპარა. ფალსიფიკაციას ხომ არ აქვს ადგილიო. პროდუქტი ალალი აღმოჩნდა. თბილიც კი იყო. მიუხედავად ამისა, ლევან პაპამ ბოთლუკი შეაჭანჭყარა, კაკლის ფოთლებში ჩამოპარული სხივების ჭალს მიაშვირა და დენიკინას უთხრა. არ ვარგა, ამაში ფრანგები ფულს არ გადაიხდიან. ისევ ამოვარდა გრიგალი. გაყინული ჭაობი იყო. არც რამ ნაჯაო და მით უმეტეს ნორმალური ბუნაგის მოსაწყობი ადგილი. ქარი თოლს დააბორიალებდა. სავალიც კი აღარ ჩანდა. ამ ტრიალ არემარეზე იმის მეტი აღარაფერი დარჩენოდა, სადაც აიდგა, იქვე დაბანაკებულიყო. თხილამორები მოიხსნა. ციგაზე დააბა. საძირი ტომარაში შეძვრა. თბილი ქუდი შეიყოლა. ტომარას თავის შიგნიდან გაუკრა. სასუნთქის სარქველი გახსნა, ციგის სტოკი ტომარაში შეაძვლინა, მაჯაზე დაიბა და დაკანცულ ნაცოდვილას მალე მკვდარივით ჩაეძინა. სიზმარში თავისი ნინო გამოეცხადა. თავზე დოლაბებიანი პატარა ანგელოზი. ქვები ხრიალებდა. ცუდად ისმოდა, მაგრამ გორამ ნინოს ნათქვამი მაინც გაიგონა. სწორ გზაზედ გახარ, არსაით გადაუხვიო, თუ საჭირო იქნება გასაჭირში დაგიხვდებიო. თქვა, წაიღო თავისი ქვები და გაქრა. ამ ზმანებამ გამოაღვიძა. კარგა ხანს იფიქრა იმაზე, თუ რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ნინოს გამოცხადება. სახელდობრ რას გულისხმობდა სწორ გზაზე დგომაში. კერძოდ იმ გეს, რომლითაც მიდიოდა თუ საერთო ცხოვრებაში არჩეულ გზასა და სავალს. ისევ ჩაეძინა. და ახლა შურშ ეს იზბრა. შურა ჩიბუნინა. ეს ქალი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც გორას პატიმრობის ერთ-ერთ პერიოდში შეიძლება ითქვას, მანათობელ ვარსკვლავად მოევლინა. საოცარი ტრაგიკული ბიოგრაფიის ადამიანი იყო შურშ, როგორც გორამ საალერსოდ შეარქვა. მისი მშობლები ალდანზე ოქროს მაძიებლობდნენ. შურა 14 წლის გოგონა იყო. დაბაში რომ პარტახტიანი ტიპი გავრცელდა. მშობლები სახალს გადაყვნენ. შურამ ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ორგანიზმის წყალობითა თუ ღმრთის შეწევნით ტიპი მოიხადა, წამოდგა და სად უნდა წასულიყო ობოლი გოგონა. მრეცხაობას მიყო ხელი. 2 წელიწადი იმუშავა, ოქროს მაძიებელთა ზინზლიანი საცვლის რესხვით გახონდა თავი. ადვილი წარმოსადგენია რა დღე ადგა მიმზიდველ მარწყვივით გოგონას გავეშებული ველური მამაკაცების გარემოცვაში. 2 წლის თავზე იქაურობას გამოეპარა. რამდენი და როგორი არა, სანამ
კრასნოიარსკამდე ჩამოაღწია ვინ იცის. ამაზე ლაპარაკი არ უყვარდა და ეს გასაგების არის. მით უმეტეს რომ თავის თავზე ლაპარაკს მუდამ ერიდებოდა. დაიწყო მუშაობა. დაუსწრებლად დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელიც, ეკონომიკის ფაკულტეტი, გათხოვდა ერთხელ, მეორედ, მესამედ, თითო ქმრისგან თითო შვილი მოაგროვა. კმარაო გადაწყვიტა. გორამ ეს ქალი ბანაკში გაიცნო. შურა იქ ეკონომისტად მუშაობდა. გორამ მალე საშში მიიღო, ანუ ბანაკს გარეთ სიარულის და შემდეგ ცხოვრების უფლებაც. ოთახი გამონახა და ცხოვრობდნენ ერთად 2 თვისა თუ მეტის მანძილზე. რაღაც ბრძანება გამოვიდა გორას საშვი ჩამოერთვა, ბანაკში შეაბრუნეს. ბანაკი აღმოსავლეთ ციმბირის კვალობაზე არც თუ შორს იყო იმ დასახლებიდან, სადაც შურა მუშაობდა, მაგრამ ამ ქალმა გუდანაბადი აიგრა. წამოლალა შვილები და იმ ბანაკში გადმოვიდა სამუშაოდ გორა რომ იყო. დასახლდა. სკოლაში გაამწესა შვილები და თითქოს კალაპოტში ჩადგა ამ ორი ადამიანის ცხოვრება. საყურადღებო ის არის, რომ სპეცბანაკებში სასიყვარულო ურთიერთობები გამორიცხული იყო. შურას არც არაფერი სურდა ამის მეტი, რომ ხანდახან ენახა და 2-20 სიტყვით გამოლაპარაკებოდა გორას. იმძლავრა შიშმა. გორას ახლა სხვა საგრძნობლად დაშერებულ ბანაკში უკრეს თავი. გორა ამბობდა, ან იმიტომ გადამიყვანეს, რომ მარბენალი ვიყავი და ამათ კი ერთსა და იმავეს ბანაკში დიდხნობით არ აჩერებენ, ან შურამ თავისი საიდუმლო ვინმეს გაანდო და ეს უფროსობას მისცუდაო. გავიდა 2 თუ 3 თვე. გარედან შემოსულმა პატიმრებმა ამბავი მოუტანეს შენი შურაა ჩამოსული. პაიმანს აძლევენ, მაგრამ ერთი პირობით, ან პაემანი და გულაგის სისტემიდან გათავისუფლება, ან ახლავე გაბრუნდი და წადიო. შურა თავისაზე დადგა პაემანი მომეცით. წავალ თქვენი სისტემიდან. მიაწვდინა გორამ ხმა. რაშრები შვილები რითა უნდა არჩინო. შურამ არ დაიშალა. ხრუშჩოვის დრო იყო. პაემნებს იძლეოდნენ. მისცეს ერთი დღე ღამით. წავიდა მტირალი შურა პაემნის შემდეგ გულაგის სისტემიდან. სხვაგან დაიწყო მუშაობა. მერე თითო თუ 2 წერილი მიაწვდინეს ერთმანეთს და გორა აღმოსავლეთ ციმბირიდან მორდოვეთის ბანაკებში გადაისროლეს. ყოველგვარი კავშირი შეწყდა. შურა მიუხედავად თავისი 35 წლის ასაკისა გულით ავადმყოფი იყო. ზაფხულობით რაღაც საგზურებს შოულობდა და სანატორიუმებში მკურნალობდა. ერთ ზაფხულს ესენტუში თუ კისლოვოდსკში ყოფილა. საგზური რომ გაუთხოვდა თბილისში ჩამოვიდა. სასტუმროში გაჩერდა. გორას ძებნას მიიღო ხელი. იცოდა რეაბილიტაციით მისი გათავისუფლება. იპოვნა გორა, იყო რამდენიმე დღე და წავიდა. შემდეგი ზაფხულისთვის გაგრაში აპირებდა წამოსვლას. გორას წინასწარ მოსწერა, ამა და ამ დროს, ამა და ამ სანატორიუმში ვიქნები, თუ შეძლო ჩამოდიო. ორმხრივი შეთანხმება მოხდა. გორა დანიშნულ დღეს ჩავიდა გაგრაში. მთელი კვირა ელოდა. შურა არ ჩამოვიდა. დაბრუნდა გორა. რამდენიმე კვირის შემდეგ დებეშა გაგზავნა. არ დასცალდა შურას. ჩამოსვლამდე გარდაცვლილიყო. გორამ გამოიღვიძა. გრიგალი ჯერაც არ ჩამცხრალიყო. შუშზე ფიქს მიხვა. 10 ჯერ განცდილი დანაკარგი კიდევ ერთხელ გამოიგლოვა და ისევ 30-იანი წლების ამბებს დაუბრუნდა. 37 წლის შემოდგომის ღამით შინ ბრუნდებოდი. 2:30 იყო რუსთაველის პროსპექტზე, არაფერი ჭაჭანებდა. არც გამლელი, არც რაიმე ტრანსპორტი. შორიდანვე დავინახე, ვიღაცა სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა. მოშორებით 2 კაცი მოსდევდა და მათ პარალელურად ქუჩას ნელისვლით მოყვებოდა მსუბუქი მანქანა. ვიცანი, ბერია იყო თავისი მცველებითა და ავტომანქანით. გამისწორდა, მივესალმე. გამარჯობა ძია ლავრენტი და გავიარე. მოდი ჩემთან ბიჭიკო, დავბრუნდი. რატომ ხარ ასე გვიან აქ? დაბადების დღეზე ვიყავით, გოგონები მივაცილე. დაფიქრდა და მკითხა, რა გვარი ხარ შენ? კარგარეთელი ძია ლავრენტი, გორა მქვია. რომელი კარგარეთელი ხარ, მამა შენს რა ქვია? ერეკლე. ბერია წამი დაფიქრდა და მითხრა, გაიქეცი, ახლა წადი და თავადაც გასწია. ეგ იყო სხვა არაფერი. ერთი კვირის შემდეგ მამაჩემი ერეკლე კარგარეთელი დააპატიმრეს და დედაჩემი მარიამი ძედ მიაყოლეს. დღემდე ეჭვი მღრღნის ამ შემთხვევამ ხوار დაღუპა ჩვენი ოჯახი. თავს იმითღა ვიმშვიდებ ხოლმე, რომ ეს მაინც მოხდებოდა. კიკეთის საგარაკიც ჩამოგვართვეს, სასწრაფოდ შეაკეთეს, განაახლეს და აი, საკვირველი დამთხევა.
შიგ თავად ბერია შესახლდა ოჯახითურთ. საბჭოთა წესებით ამხელა თანამდებობის პირს შორიახლოს დაცვის სადგომი, სამზარეულო, საკუჭნაო და სხვა სამეურნეო ნაგებობები ეკუთვნოდა. გამოუნახეს, ჩვენ საგარაკს მარჯვნივ ვინმე პეტროვის სახლი და კარმი დამოესაზღვრებოდა და მარცხნივ კრიახნოვისა. ცოდვას ნუ დავიდებთ, რაც ნამდვილად არ ვიცით, ნუ ვიტყვით. ის ოჯახები დაიჭირეს თუ არა, ჩემთვის ცნობილი არ არის. ცნობილია, რომ ის ორივე სახლი ჩვენმა ყოფილმა აგარაკმა შეიწოლა. ბერიას ოჯახმა კიკეთში 1 თვე 2 ზაფხული გაატარა. ახალი მფლობელი მოსკოვში გადაიყვანეს, უშიშროების გენერალურ კომისრად დანიშნეს. აგარაკი მის მოხუც დედას დარჩა. მასთან ერთად ზაფხულობით ბერიას ყრუმუნჯი დაისვენებდა, ხოლმე ქმრითა და შვილითურთ. მაგრამ ეხლა ვეთქვათ, ბერია რომ დაიჭირეს, აგარაკი მთავრობამ წაიღო. ქმარმა დაუყოვნებლივ მიატოვა ბერიას და დედა სადღაც მოხუც პენსიონერთა სახლში მოათავსეს და რამდენადაც ვიცი იქვე გარდაიცვალა. დედა და მამა რომ წაიყვანეს, პაპა გორა და მე ბერიდან გაგვასახლეს. შევიყუშეთ ვიღაცის ნადგომ პატარა ოთახში. ცხოვრობდით როგორც შეგვეძლო. მე ტექნიკუმში უმაღლესი სტიპენდია მქონდა. პაპა გორას მანამდე ჩემთვის უცნობი დანაზოგი. ერთხელ წერილი მივიღე. გახსოვს, როგორ არა საუკეთესო სურვილები დალოცვა და ქება იყო. ბოლოში თხოვნა ეწერა, გადაწერე და გაუგზავნე იმას, ვისთვისაც ყოველივე ზემოთქმული გემეტებაო. პაპა გორას მივეცი. წაიკითხე მეთქი. გაიკეთა პენსნე, წაიკითხა და თქვა. ბრაჟენიე უმოფ. და ქართულად ასე თარგმნა. გონებათა დრტვინვა დაიწყო. ბევრი ადამიანი დაიღუპება, დიდი სისხლი დაიქცევაო. ყველაფერი მართლაც ასე მოხდა. სოფლიო ომი. დავამთავრე ტექნიკუმი, მუშაობა დავიწყე, რადიოს სადგურში მუშაობდი ტექნიკოსად. შინ დავბრუნდი, პაპა მითხრა. დაჯექი რაღაც უნდა გითხრაო, გავჯექი. გორავ, კარგა მიგდე ყური. მიმალავენ, მაგრამ ყველაფერი ვიცი, მამა შენი ალბათ დახრედილია. ბიძა შენი ბერლინში გარდაიცვალა. პარიზში გადაასვენეს. ჩემი ტოლი და სწორი აღარავინ არის, შენ ერთიღა შემჩი, ჭკვიანი ბიჭი ხარ, ვიცი თავს გაიტან. მე ახლა უნდა მოვკვდე. ჩემი წილიწუთი სოფელი მოვიჭამე. გახსოვდეს შენმა წინაპრებმა სიცოცხლე სამშობლოს შეალიეს, ამას არც უნდა გეუბნებოდეს, შენ თავად კარგად მოგეხსენება. გვარი და წინაპართა საძვალე არ მოაყივნო. ყველაზე ღირსეული ცხოვრება და სიკვდილიც ერისა და სამშობლოსთვის სიცოცხლე და თავის დადებაა. გაიკეთა სათვალე, ჩაიხედა წიგნში და გაიცინა. აი ვეღარაფერს ავხედაო. მერე წამოიწია, ვერ ადგა. საწოლამდე მიყვანა მთხოვა. შეუდექი იღლიაში მივიყვანე, გავხადე, ჩავაწვინე და იქვე ახლოს მცხოვრებ ნათესავ ექიმთან, ძია ვანო დემურიასთან გავიქეცი. ვირადღე იყო, გამომყვა. მოვედით. პაპა გორა უკვე გარდაცვლილი დახვდა. სტარჩესკის სინდრომ, ჩაილაპარაკა ძია ვანო. ასე დაასრულა თავისი ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის არმიის არტილერიის შტაბს კაპიტანმა იაგორ კარგარეთელმა. როგორ გამზარდა, რამდენი რამ მასწავლა, რანაირი მიმართულება მისცა ჩემს მომავალს. თითქმის სიკვდილის წინ ასეთი რამ მითხრა. არაბი მწერალი იყო შუა საუკუნეებში, ვარსახელად უსამა იბნ მუნყიზი. ასე უწერია. მამამ მე და ჩემი უმცროსი ძმა სანადირო წაგვიყვანა. ლელიანიდან ლომის ბრდღვინვა მოისმა. მამამ მითხრა, უსამა შვილო, შედი ლელიანში, გამოვაგდე ეგ ლომი. შევედი, გამოვაგდე და ის ლომი ჩემმა უმცროსმა ძმამ მოჰკლა. ასეთი შეგონებებით უყვარდა ჩემთან საუბარი. მაგრამ ამ ლომის ამბავი ერთადერთი იყო, რასაც განმარტება არ მოჰყოლია. შენ თავად იფიქრე, რასაც ნიშნავს. ქაღალზე დამიწერა, თავთით კედელზე გამიგრა. ღმერთო, არ მომაკლო გასაჭირი, რომ სული ვწვართო, მაგრამ ისეთი გასაჭირი, რომ მიჭირდეს მხოლოდ მე. და კიდევ, ზნეობრივი იდეალი შეიცავს 4 სათნოებას: ვაჟკაცობას, სამართლიანობას, თავშეკავებასა და გონიერებას. შესაძლოა ამიტომაც გაურბივარ ერთავად, რომ ციხე და ბანაკი ის ადგილია, სადაც ამ 4 სათნოების განხორციელება ან ძნელია, ან შეუძლებელი. იქნება პირიქით არის. ციხე და ბანაკი სწორედ ის ასპარეზია, სადაც ნამდვილმა ადამიანმა ამ სათნოებათა განხორციელებაში უნდა დაინახოს სიცოცხლის მიზანი.
რა ვიცი. შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ იქ რასაც ტუპიკ კონტრრევოლუცია ჰქვია, უმრავლესობა მაგ 4 სათნოებიდან თავშეკავებას, ანუ მორჩილებას ამჯობინებს. შენ როგორ ცხოვრობ? პაპაგორა ამბობდა ხოლმე. პატივისცემა გქონდეს ტრისა იგი შენში მებრძოლს აყალიბებსო. ცხოვრობ ისე, როგორც უნდა ცხოვრობდნენ მებრძოლი კაცები, ჩემს გარემოცვასა და პირობებში. 4 სათნოებას რაც შეეხება, შეძლების დაგვარად მეტნაკლებად ვამჟღავნებდი. რა ვიცი, აბა? საცოდავი პაპა ჩემი გორა, რატო მოკვდა იცი? გონია იმიტომ, რომ აღარაფერი უკვირდა. ყოველ შემთხვევაში ეგონა, რომ ყველაფერი ნახა და ყველაფერი იცოდა. პაპას სიკვდილის შემდეგ ერთი საყურადღებო რამ მოხდა. არ ვიცი, რას მივაწერო, მისტიკა თუ ჩვენთვის ადამიანებისთვის გაუგებარი მოვლენა. მამაჩემ ერეკლეს აბსოლუტური სმენა და საკრავის ათვისების საოცარი ნიჭი ჰქონია. სპეციალური მუსიკალური განათლება არავით არის, მაგრამ ისე იყო ნიჭით დაჯილდოებული. რადგან რასაც ხელში აიღებდა, რამდენიმე წუთის შემდეგ დაუკრავდა. თუნდაც საკრავი სიცოცხლეში პირველად შეეროდა. თარზეც მშვენივრად უკრავდა და ფიქრობს, სხვაზე უფრო ეს ურთულესი საკრავი იზიდავდა. ჩეკისტებს 150 წლის წინ გაკეთებული თარი ან ბალალაიკა ეგონათ. ან იმ ჩამონათვალში მოხსენიებული არ იყო, რომლის მიხედვითაც რეპრესირებულთა ნივთები საკონფისკაციო ოქმებში შეჰქონდათ. ასია თუ ისე, თარი ყველაფერს სასწაულებრივ გადაურჩა. იმ ერთი ფიორა ოთახში ჩვენი საკუთარი სახლის ანასლოდ რომ მოგცეს, კედელზე ჩამოვკიდეთ. ერთ ღამეს რაღაც უცხო, მაგრამ გულსაკლავი დაჟღერება გავიგონე. გამომიღვიძა, ავდექი სინათლე ავანთე, ოთახი მოვათვალიერე. აღმოჩნდა, რომ თარის სიმი გაწყვეტილიყო. მეორე ღამეს კიდევ ერთი სიმი გაწყდა. მერე ყოველ ღამს სწორედ ღამღამობით თითო ან ორ-ორი სიმის გაწყვეტა მაღვიძებდა. ერთი სიმი არ შერჩენია, ყველამ სათითაოდ გამაღვიძა. შემდგომში გამოირკვა, რომ პირველი სიმი ერეკლე კარგარეთლის მოკვლის ღამით გაწყდა. გორავ, შორს ჩვენგან, სევდა და წუხილი. წინ გზისა სიძნელე და განსაცდელი გველის. სასაცილო აღარაფერი გვახსოვს? კაცო, ისეთი დრო იყო, სასაცილო არაფერი ხდებოდა. კარგი, კიდევ ორ ამბავს ვიტყვი. ერთი ცოტათი სასაცილოა, მეორე როგორც არის რა. აი 30-იანი წლების დასაწყისშივე ქურდებს ერთობს სერიოზულად მისდგნენ. ამათ დეკლასირებულობის ხაზით ანადგურებდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ხოცვა მოულოდნელად შეწყდა. კოდექსი მათ მიმართ იმთავითვე შემწყნარებელი იყო. ქურდობა თუ იგი ძალადობას არ შეიცავდა, სულ 2-3 წლის პატიმრობად ფასობდა. ხელისუფლება ძველ პრაქტიკას დაუბრუნდა. ქურდებმა ისევ ბანაკები გაინაღდეს. ზოგი ამ მოვლენას იმით ხსნიდა, რომ ქურდებს გულაგის ხელმძღვანელობა გამოესარჩლა. ეგ ხალხი ჩვენ გვჭირდება ბანაკებში წესრიგისა და მორჩილების დასამყარებლად. ზოგი ამბობდა, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს, რაც ალხანა ის ჩალხანაო. ისეთი თვალსაზრისიც იყო, რომ ქურდები სტატისტიკა მიიხსნა. ძალიან ბევრნი იყვნენ. სახელმწიფო დამატებითი მილიონების დაპატიმრებას, გამოძიებას, გასამართლებას, ეკიპირებასა და დაბინავებას ვერ აუდიოდა. გონია სამივე ფაქტორმა თანაბრად იმოქმედა. ასია თუ ისე ამ პროფესიამ, ანუ კანონიერი ქურდების კასტამ, იმძლავრა და საყოველთაო ცინიზმმა მათ რიგებშიც შეაღწია. ყრმა საკუთარი ახლობლების უბედურებებსაც კი ზედაპირულად აღიქვამს და მათ მიღმა ხომ თითქმის ვერაფერს ხედავს. ეგრეა. მოვლენის განზოგადებას უჭირს. რამდენიმე ანალოგია თუ არ დაინახა, თავს ვერაფერს მოაბამს. შენ როდის და რის წყალობით მიხვდი, რომ 30-იანი წლები მასობრივი განადგურების კომპანია იყო და არა მხოლოდღა საკუთარი ოჯახის და ნათესაობის ადრევე ნაწინასწარ მეტყველები კატასტროფა. ხო, როდის და რის წყალობით? აბა მოვიგონოთ. ახალი წლის შეხვედრის ღამე? არა, ეგ მერე იყო. კარგი ამბავი მომაგონდა. გონია მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ რაღაც უჩვეულო და მეტისმეტად შემზარავი ხდებოდა. ჩვენ ქუჩაზე ცნობილი ადვოკატის ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარი და ერთადერთი ვაჟი, ოთარი. ეს ბიჭი ჩემზე კარგა უფროსი იყო. როგორც მაშინ იტყოდნენ, გზიდან გადავარდა.
ესე იგი ცუცრეს მიეკედლა. ქურდობას მიიღო ხელი და ბოროტ-მოქმედთა სამყაროში მალე დიდი სახელიც გაითქვა, როგორც პროფესიონალი ქურდის ყველა ღირსებით აღჭურვილმა კაცმა. ერთხელ გვიან შემოდგომით ამოთარამ ასეთი ოპერაცია ჩაატარა. ბარეთ 15 მამალი ქურდი ვახშმად დაჰპატიჟა. ამადა მისამართით მოგზანდით, ვიქეიფოთო. განცალკევებული სამოთახიანი ბინა იყო საკუთარი სადარბაზოთი. დიდ სასადილო ოთახში უხვის უფრა გაეშალათ. საღამოს 6 საათისთვის ოთარასტუმრები მაგიდას შემოუსხდნენ. 11 საათზე მასპინძელმა კარგად შეკეიფიანებულ სტუმრებს მოუწოდა ბინის პატრონები ედრეგძელებინათ და დაშლილიყვნენ, რადგან მათი დაბრუნება იყო მოსალოდნელი. ვერავინ ვერაფერი გაიგო, მასპინძელს ვითარების განმარტება დასჭირდა. ამ ბინაში ცხოვრობს ცოლ-ქმარი 2 მცირეწლოვანი ბავშვით. დღეს მათი ქორწინების 10 წლისთავია და ქალის მამამთილის დაბადების დღეც. ამიტომ ისინი ჯერ მამის ოჯახში არიან. ღამის პირველი საათისთვის იქაური სუფრა აქ გადმოინაცვლებს და ქეიფმა ჩანაფიქრი დილამდე უნდა გასტანოს. მე თქვენ მათ სუფრაზე დაგპატიჟეთ და არა საკუთარ სახლში. ეხლა შეგიძლიათ წაიღოთ, რაც მოგეწონებათ და მშვიდობა მიბრძანებიაო. ასეთ განცხადებაზე ქურდების რეაქციას მრავალი ვარიანტის წარმოდგენაა შესაძლებელი. უმრავლესობა იფიქრებს 15 ქურდის საკმარი, რომელ ოჯახში რა იქნებაო და ივარაუდებს, რომ ზოგს როცა არაფერი ერგო, კალოშები გააყოლა ხელსაო. მაგრამ არავინ არაფერს გაჰკარებია. ერთხმად ბეკერის საკონცერტო როიალს დაავლეს ხელი და მეორე სართულიდან კიბისკენ გააქანეს. ჩაიტანეს ფეხები, მიახრახნეს ქვაფენილზე და აბრძანეს. ბჭობა შექმნეს. ამ ხროქს რა უყოთ, წავიღოთ თუ აქვე სადმე დავტოვოთო. ბჭობა მთვარის სონატის ფონზე და თანხლებით მიმდინარეობდა. ოთარა უკრავდა. გადაწყვეტილება ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული, რომ სადარბაზოსთან 2 მსუბუქი და 1 დახურული ავტომანქანა გაჩერდა. ჩეკისტები გადმოვიდნენ. ბინის პატრონი ცოლ-ქმარი შვილები თურთ გადმოსხეს. ცოლს ცრემლის დიოდა. ბავშვები გაბიმით ტიროდნენ. ქმარი ამშვიდებდა. ქურდებმა საშიშროება იყნოსეს, ლანდებივით გაქრნენ. იმ შუაღამის ხანს ქუჩაში გამოტანილი როიალი ერთგვარ გაუგებრობასა და შეცვუნებას პატებდა, მაგრამ ჩეკისტები იმან დააფიქრა ვიღაცებმა ეს მშვენიერი ინსტრუმენტი ღვთისანაბარად რომ მიატოვეს და კვალი გაიცივეს. ცოლ-ქმარი რასა და როგორ წარმოიდგენდა, ან ამეებზე ფიქრის თავისად ექნებოდა. ჩეკისტებს ისინი მამამთილის დაბადების დღიდან მოჰყავდათ. შუა ქეიფი იყო. შეიჭრნენ? კონტრრევოლუციონერები ხართო? კრებას ატარებთო? ვინა დიდხანს ჩხრიკეს, ერთიანად ამოატრიალეს იქაურობა, ცოლისა და ქმრის მშობლები იქვე დააპატიმრეს, ზედ 2 სტომარიც მიაყოლეს, ბინა აბეჭდეს, უმცროსი ცოლ-ქმარი შვილები თურთ გამოირეკეს და უნდა ვიფიქროთ, ბინაში ნასუფრავ ნამუსხების დანახვამ და როიალის ადგილის სიცარიელემ შესულებზე არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მამამთილის დაბადების დღის დარბევამა და ფინალმა. ყოველივე ეს ისე ტრივიალურად დასრულდა, როგორც 1000-ობით სხვა ოპერაცია. ქმარს 10 წელი უმიწერ მოწეროთ, ანუ სიკვდილი, ცოლს ბანაკები, შვილები საბავშვო სახლებში, როგორც წესი, ცალ-ცალკე. ერთი ხელის მოსმით ჩეკისტებისთვის რამდენი ბინა გათავისუფლდა. ვაჟის დედმამის, ქალის დედმამის, 2 სტუმრის, თვით ამ ცოლ-ქმრისა და ჰოი საკვირველება, ადვოკატისაც. სხვის სუფრაზე ნაქეიფარსა და შინ დაბრუნებულ პატივცემულ ოთარს მშობლები წაყვანელი და ბინა დალუქული დაუხვდა. 6 ბინა დაიცალა. როიალი ბარემ მთელი კვირა ესვენა ქვაფენილზე თავისი ორიგინალური ადგილსამყოფლით, უბნის ბიჭებს გვიზიდავდა. იქ ხუჩდებოდით სალახბოთ, თუ კიდევ ვისი მამა დაიჭირეს წუხელ. მერე იმ ბინაში ვიღაც ჩეკისტი თუ პარტიული მუშაკი შესახლდა. სიმართლეს ვიტყვი, ჩვენი ჯაბაასი იმაზე თუ რა და როგორ მოხდა, ძირითადად მსუბუქი ხუმრობის სახეს ატარებდა, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, რამდენი ქვეცნობიერი სევდა, წუხილი და შიში ბუდობდა ყოველ ჩვენგანში. ბევრს სწორედ როიალის გარშემო საუბრებმა აგვიხილა თვალი იმაზე, რაც ხდებოდა და ვფიქრობ წყობილების მიმართ შემდგომი დამოკიდებულების ხარისხი იმანაც შეგვიქმნა, რომ ახალმა მდგმურმა როიალი ბინაში 10 კურტნის მუშის ხელით აიტანა. ახალი წლის შეხვედრის ღამეს რაც მოხდა, ის ჩვენთვის სიახლე აღარ იყო, მაგრამ მაინც ყველანი აგვაფორიაქა, სულის ძირამდე შევძრა.
15-16 წლის გოგო-ბიჭები ვიყავით. ერთ-ერთის ბინაში შევიკრიბეთ. ახალი სახლი იყო 5 სართულიანი, სადარბაზოც 5 ჰქონდა. ასეთივე სახლი იდგა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. იმ სახლში და ალბათ ჩვენსაშიც ყველა ბინა გაჩახჩახებული იყო. ახალი წლის ღამეს მას როგორ იქნებოდა, დიდი ზარზე იმით ბავშვური ახტაცებით შევხვდით ახალ წელს. საათის 2-ზე რომელიღაცამ პანჯარაში გაიხედა. იდგა უყურა. დაგვიძახა. ნახეთ რა ხდებაო. სუფრას აღარავინ მივსვლო მივართ, ვიდექით პანჯრებიდან და ვიყურებოდით. გათავდა ის ამბავი და უხმოდ თავჩაკინდრულები დავიშალეთ. იმ უზარმაზარი შენობის სადარბაზოებთან მთელი ღამის მანძილზე დგებოდა თითო მსუბუქი და დახურული ავტომანქანა. მსუბუქიდან ჩეკისტები გადმოდიოდნენ, სადარბაზოში შედიოდნენ, ცოტა ხანში მეორე წყვილი მანქანა იმავე ან სხვა სადარბაზოსთან ჩერდებოდა. მერე მესამე, მეოთხე წყვილი თითქმის გათენებამდე იარეს. ბინებში ქრებოდა შუქი, გამოყავდათ დაპატიმრებულები. ზოგნი ცოლქმარნი, ზოგნი მოხუცებიან ბავშვებიან დედაბუდიანად, ცხამდნენ დახურულ მანქანაში და მიყავდათ. შენობა ერთიანად ჩაბნელდა. აქა-იქ გაენთო. ესენი თავის ჯერსა და ხვედრს ელოდნენ. რამდენი რამ იყო დასწრევლოს ღმერთმა. გორას ისევ ჩაეძინა. კარი მე-6. გორამ რუკაზე აღუნიშნავი მდინარის ალბათ შუაწელს მიაღწია. გაყინული ზედაპირი არც თუ განიერი იყო. თევზიანი აღმოჩნდა, კარგა ბლომად მოიმარაგა. გაღმა მეჩხერი ფიჭვნარი იდგა და ჩაგრული, ღატაკი ჩანჩურა. ასეთი ხე მკვრივმა წყალგაუმტარმა ნიადაგმა იცის. გორას ფიქრით, რაც მან გაყინულ ჭაობიანი ველები გამოიარა, ის წყლები ასეთ ნიადაგს ეჭირა. აქ მცირე გორაკიანი ადგილი იყო, ხევხუვით დასერილ და ნაუჭებული. ჭაობს ადააყენებდა, თორემ არც ეს გაუხარელი ფიჭვები ეწეოდნენ ცის ქვეშეც. წვრილად თოვდა. ფიფქი წიწვსა და ტოტზე ფეხს იკიდებდა. ფიჭვები მიწაზე დასასხდომად ფრთებ გაშლილ ავბედით ფრინველებს ახკავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ გორა იმავე მდინარეს მიადგა. მან იცოდა, რომ მდინარეს მუხლი ჰქონდა. მიშა ფილიპოვის რუკაზე ასე იყო და ადგილმდებარეობის გაგნების შემდეგ დარწმუნდა, სწორად მიდიოდა. გაღმა გადავიდა. შეღამებისას ბორანი დაინახა. უკაცრიელი, ჩაყინული. ამაზე უკეთეს სასტუმროში ყოფილ ხარ, როდესმე გორავ? აგერ? ჯიხურა. მიდი და ღამე გაათენე. ამ შუა ზამთარში აქ არავინ მოვა. რა კარგია, კაცო, არც ქარი შემაწუხებს და არც თოვლი. გახსოვს თბილისში. ვერის ბორანზე რა მოხდა? ახირებული კაცი იყო, საწოდავი გოგია. გაღმა გადავდიოდით, ერთ-ერთი მებორნე, მგონი პავლიკა ერქვა. კი, პავლიკა ერქვა. მამაძაღლი, ტყვარზე იყო გაზრდილი. ისეთი ცურვა იცოდა, კაცო, ბორანზე მაშველად მსახურობდა. გადახდა პავლიკა წყალში, თევზი ამოიყვანა. ასეთი მოცურავე გახდათ. ბორანი დაიძრა, გოგია ჯაჭვებთან მივიდა. ნავებს გადაალაჯა. ცალი ფეხით ერთ ნავზე დადგა, მეორეთი მეორეზე. დგას, ხან წყალში იყურება, ხან მოჭრიალე გორგოლაჭებს ასკერის. პავლიკა მივიდა. გადმოდი მან დედანაო. გოგიამ ყური არ ათხოვა. პავლიკამ გაუმეორა. გოგიამ უთხრა, გამეცალე, თორემ გაგლახაო. აქეთ არ მოუხედავს, ისე უთხრა. მაშინ პავლიკამ წიხლი ჰკრა, გოგია წყალში გადააგდო. ამის დანახვაზე პავლიკას მევკარი წიხლი და ისიც წყალში გადაეშვა. გოგიამ წყალში რო დაინახა პავლიკა, მისკენ გასწურა და იქ დაკა-დაკა ატყდა. რა ვიცი, როგორ ავთქვა. გოგიამ შესაძლოა ცურვა ცოტა უვარესად იცოდა, ვინემ პავლიკამ, მაგრამ ჩხუბი და მუშტიკრივი ხომ ეხერხებოდა. ვინ პავლიკა, რომელი პავლიკა? ისე და იმდენი ურტყა, წყალში ძნელია, კაცო, ძალიან ძნელია. მოკლედ პავლიკამ ნაპირისკენ მოუსვა, თავს უშველა. სანამ გოგია ნაპირზე ავიდა, პავლიკას კვალი აღარსად იყო. სირბილიც კარგი წოდნია. დაბადების დღეზე მივდიოდით და ტყვარში ნაჭყუმპალევი? არაფერია, გოგია მაიხირა, იქ გავწურავდა გავშრებიო. კიდევ კარგი ზაფხული იყო. აფრისტილო შარვალი და მაისური ეცვა. გაწურვით იქვე გასწურა და სანამ მივედით, მგონია შეაშრა კიდეც. გუშინ დღისი ტრაქტორის გუგუნივით რაღაც რომ მეჩვენებოდა. მოვტყუდი?
ხვალდილით კარგად დავზვეროთ, არა? მდინარეზე ვართ. მასალა ხელმისაწვდენზეა. დაცურებისთვის ვარგისი მდინარეა. კარგი, ეხლა ძილი, დასვენება. გვეყოფა ფიქრი. დანარჩენი საფიქრალი მერე იყოს. გორამ გამოიძინა. გზას გაუდგა. შუა დღემდე იარა სვენებს-სვენებით ნელა, ნაკაფზე გავიდა. ძველი ნაკაფი იყო. ნაცოდვილარი ცული თუ ელექტროხერხი, ადრე ხელში რომ არ სჭერიათ ისეთი კაცებისა. და არც სანაშენოდ დატოვებული დედა ხე იდგა სადმე. ჩვენ შემდეგ ქვას უთოვიაო, დასავლეთიდან ხელშეკრულებით ჩამოყვანილი მუშები და პატიმრები მუშაობენ ასე. აქ სადმე ბანაკი თუა, თავისი დაცვითა და ძაღლებით იქნება. ასეთი ექსკურსია გვჭირდება. შარში კი არაფერში გავეხვიოთ, ტრაქტორი 2 კილომეტრშია, უფრო შორი აგერ იმ მაღლობიდან დურბინით ყველაფერი გამოჩნდება. იქ აბობღებას არ იტყვი? ავალ, ეს რაღაცაა. რაღაცა და რომელიღაც სასულე საკრავის ხმაა. ბიჭო, მართლა საკრავია. სხვა რა შეიძლება იყოს? რის ხმაში უნდა მერეოდეს? ო, დიკიმ სტიპიამ ზაბაიკალიას უკრავს ვიღაც. ეხლა დაიწყო დაკვრა, თორემ ადრეც ხომ გავიგონებდი. ავიდეთ ერთი ვნახოთ. გორას მართლაც ბობღვა მოუხდა. მისი ვარაუდით ბანაკი ჩრდილოეთით იდო. მაღლობზე ასვლა სამხრეთიდან თვალს მიფარებული მხრიდან იყო საჭირო. იქ კი ერთო ბრძნელი სავალი აღმოჩნდა. იწვალა ის ტყიანი შემრეციც აიარა როგორც იქნა, მოიკალა და დაისვენა. მერე დურბინდი მოიმარჯვა და ვითარების შესწავლა შეუდგა. ბანაკი და მიმდებარე დაბა მიტოვებული იყო. ვაკი ადგილზე გორას სათვალთვალოდან 300-400 მეტრის დაშორებით იდო. დაბაში ბარაკებიდან უახლოესი სახლის ფრთაზე ვიღაც იჯდა და უკრავდა. სხვისი ჭაჭანევა არავისი ჩანდა. ბარაკებს ახლს კარი ებად აღარც ფანჯარა ჰქონდათ. ნაგვერდულით ნაგები ღობე ისე გადაწოლილიყო და ჭიშკარიც ღია პირით იყურებოდა. დაბაც დარბეულს გავდა, მაგრამ სახლების ის კარ ფანჯარა, რაც გორას ადგილიდან მოსჩანდა, საგანგებო დაეჭედათ. ბანაკი და დაბა ახლახან აყრილი ჩანდა. მოშორებით გაყინული მდინარე იდო. გაღმა ნაპირზე ტყიდან გამოტანილი მასალი საწყობი ჰქონდათ, თავისი პირსითა და დროებით დატოვებული კოშკურა ამწეთი. ეს სანახაობა გორასთვის ანაბანა იყო. ბანაკმა მდინარის საქეთა ნაპირზე გამოყოფილი დღე დიდი ხანია გაჩეხა. მერე გაღმა 2 კილომეტრის მოშორებით მისცეს ტყე. ესაც გაიჩეხა და ვინაიდან ახლო-მახლო აღარაფერი დარჩა, ახლა სხვაგან გამოუყვეს ნაკვეთი. ალბათ კარგას შორს, თორემ 10 კილომეტრის რადიუსში რომ მიეცათ, პატიმრებს სამუშაოზე აქედანვე ატარებდნენ. აღარ აიყრებოდნენ. აქაური კარფანჯარა და ჭიშკარი ახალი ბანაკისთვის წაიღეს. ადმინისტრაციისა და სამხედრო ნაწილის დაბა გასაყიდად შემოინახეს. ამის მუშტარი ბლომად არის, უტყეო სამხრეთიდან მოდიან. ძელებს ნომრავენ, სახლებს შლიან, მიაქვთ. იქ თავიდან აშენებენ. ტრაქტორისტი პატიმარი უნდა ყოფილიყო, ტყეში დარჩენილი. გამოუზიდავი მორების სათევად თავისუფალ მუშას აქ ვერაფასად ვერავინ შემოიტყუებდა. გორას აღმოსავლეთ ციმბირში ასეთივე დაბის გაყიდვის პერიპეტიები გაახსენდა. რატომღაც ყველა დეტალი აღიდგინა მეხსიერებაში და იმას დაუწყო კირკიტი. შედარებით ახალი ნაგებობები შეშად რომ მიხიდეს შუა აზიის ერთ-ერთი დაწესებულების წარმომადგენელს. ამაობაში მუსიკოსი თავისი სევდიანი მუსიკის შესრულებას მორჩა. შინ შევიდა. მოცდა საჭირო დაიძინოს. მოიცა, ეს ბანაკი რაღაცას მაგონებს. ქალები, კაცო, ქალები. ასეთივე ბანაკი, ქალები და ტრაქტორისტი. გაგიგონია? მეორედ უნდა ვნახო, რაც მაშინ ვნახე. დრო ბევრია, გავიხსენოთ ის ამბავი. ამაობაში დაღამდება. კარტოფილის ორმოების მიქექვას სინათლე არ სჭირდება. დარაჯიც შუა ძილში იქნება. ო, ქალებისა ვთქვათ. ქაჩალი თავს არ მოიფხანს, თუ მოიფხანს, მოიგლეცო ნათქვამია. იმ გაფაციცებისა და აჯანყების შედეგად და ხრუშჩოვის გამეფების შემდეგ საქმე იქამდე მივიდა, რომ საშვი მომცეს. სამმართველოს ერთ-ერთ ეკონომისტად დამნიშნეს. უფროსი მყავდა პაվել ნიკოლაევიჩ კატელნიკოვი, მაიორი. ეს კაცი ერთავად მივლინებებსა და თათბირებზე იყო. ორნი ვიყავით მისი ხელქვეითები. საქმეს აუდიოდით თუ ვერა, კოტელნიკოვი ამას არც კითხულობდა.
თათბირებზე დადიოდა. საქმე კი ვთქვათ პირდაპირ დიდი არაფერი გქონდა. ბანაკებიდან მოსული ყოველთვიური ანგარიშების ნაკრებ ანგარიშებს ვაკეთებდით. მაიორს ბლანკებზე ხელი წინასწარ ჰქონდა მოწერილი. გაურთავდით შემაჯამებელ ანგარიშს და ფელდსამსახურს ვაბარებდით. ამით ამოიწურებოდა ჩვენი შრომა. მხედველობაში თუ არ მივიღებთ, რომ ჩემს თანამებრძოლს გვარსახელად აბრამ ხაიცს, ჩემსავით ორი რამ უყვარდა: ანეკდოტები და კროსვორდები. ერთ-ერთი ბანაკიდან ბოლო 2 თვის ანგარიშებში შენიშვნის სახით ეწერა: ამა და ამ სადღეობნიდან ბირჟაზე მორების გამოზიდვის ცნობები არ მოგვეპოვებაო. ეს იყო მიტოვებული ბანაკი, კონტინგენტი ახალ ბანაკში იქნა გადაყვანილი, რადგან გამოყოფილი საკაფი გამოილია. დამზადებული მორი ტყეში ბლომად დარჩა, ამიტომ გადაბარგებული ბანაკის ხელმძღვანელობამ იქ დასტოვა ტრაქტორის ტირთურთ, რომელიც მორებს ბირჟაზე ეზიდებოდა, მაგრამ თუ რამდენი გამოზიდა, არავინ აღრიცხავდა. მაიორმა ეს მოვლენა საეჭვო ჩათვალა. ის ხეთყე დამზადებული არ არის. გვატყუებენ და ძველ ანგარიშებში მიწერა მოახდინეს. გაიფორმე მივლინება. წადი და შეამოწმეო მითხრა. გავაფორმე, გამომიწერეს სპეც საშვი და გავწიე. მაშინ ტაიშეთ ლენას მაგისტრალის მშენებლობა თითქმის დამთავრებული იყო, მაგრამ დამკვეთი, ესე იგი სამინისტრო, მიღებაზე ხელს არ აწერდა რაღაც ხარვეზების გამო. რაღაც კი არა, იმ 700 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას ხანდახან რამდენიმე დღე უნდებოდა ხოლმე. არა, მე 700 კი არა 300 კილომეტრი უნდა გამევლო, მაგრამ ვაი იმ გავლას, დღეღამეში 100 გამომდიოდა. მეოთხე დღეს მოვხვდი იმ პლატფორმაზე, საიდანაც 7 კილომეტრი იყო სავალი ყოფილ ბანაკამდე. მგზავრობიდან ერთი ეპიზოდი დამახსოვდა. სადღაც, როგორც ითქვიან, უიმედოდ ვიდექით. ვაგონში კუმეტი სიბნელე იყო. ტალანში ფეხზე დგომამ კრანცი გამომაცალა. იატაკზე დავჯექი. ცოტა ხნის მერე ქალი მომიჯდა. დაბამბული, სქელი ხიფთანი და ასეთივე შარვალი ეცვა. ფეხზე ძველი, ასჯერ დაკერებული ნაბდის ჩექმები. ციმბირში ჰიმებს რომ ეტყვიან. საუბარი გავაბით, ჩემსავით პატიმარი აღმოჩნდა, ჩემსავით მივლინებით მიმავალი. კარგი ურთიერთგანწყობა ჩამოგვიყალიბდა. დაახლოებასავით რაღაც. ასე 35-ისა იქნებოდა. კითხე, როგორი ბიუსტი გაქვს მეთქი? დაფიქრდა და მიპასუხა, ლამაზი ქალი ვარ, ამ სიბნელეში რა დასაჯერებელია. ვერ მხედავ. კრივი სხეული მაქვს, კრივი ბიუსტი, მაღალი თეძოები და ძალიან კოხტა გრძელი ფეხები. ჩვენი ყოფის მთავარი უბედურება ლამაზი ქალისთვის ის არის, რომ ამ ჯვალოებს ქვეშ, როგორი ხარ, ვერავინ ვერაფერს დაინახავს. ხანდახან წყალივით მომწყურდება ხოლმე, სადაც მამაკაცები არიან თავმოყრილი, გავიძრო ყველაფერი და დედიშობილამ გავიარ გამოვიარო მათ თვალწინ. დამინახონ როგორი ვარ, დამინახონ. ხოლო ჩვენ პირველ სათქმელსა ზედა მოვიდეთ. წავჩანჩალდი როგორც იქნა. ვიარე ის 7 კილომეტრი. მივაწიე მიტოვებულ ბანაკამდე. არა, ეს ცალკე სალაპარაკოა. მიტოვებული ბანაკი, უკეთ ვთქვათ, ბანაკის ადმინისტრაციის მიერ მიტოვებული მისი დაბა. ეს მართლაც საინტერესო მოვლენაა. აიშლებიან დედაბუდიანად ჩეკისტები, წაიღებენ ბარგი ბარხანას, მაგრამ ერთგვარი მოსახლეობა მაინც რჩება. და ვინ არის ეს ხალხი? გათავისუფლდა პრასკოვია თუ დაშა. დაუდგა ჩეკისტის ოჯახს შინა მოსამსახურედ. ანდა ფურნესა თუ სამრეცხაოში დაიწყო მუშაობა, რომ შინ თლად შიშველი და უსახსოდ არ დაბრუნდეს. ზოგი ისეთიც არის დასაბრუნებელიც არსად აქვს, უსახლკარო, უნათესაო და ბოგანოა. მერე გათავისუფლდა ვანია თუ გოშა და იმავე მიზეზით დარჩა. მერე გოშამ შეირთო პრასკოვია, აიშენეს ხუხულა, საბანაკო სამყაროში ამ ნაგებობას ბალოკი ჰქვია. ცხოვრობენ უჩნებად ბავშვები და ერთმშვენი ერთ დღეს გოშა სტოვებს ბალოკს და მოჩვენებასავით ხრება. რჩებიან დაქვრივებული ქალები. ამასობაში ბანაკი ადგილს იცვლის, ადმინისტრაცია სტოვებს თავის სახლებს. ქვრივები ბავშვები თუ მათ სახლებში თუ ბინებში გადადიან საცხოვრებლად. ადმინისტრაციის მუშაკებს იშვიათად და თითოეულა მიყავთ ახალ ადგილზე. ამგვარად იქმნება მოსახლეობა, ქალები და ბავშვები. რაც უფრო დიდი, მრავალრიცხოვანი იყო ბანაკი,
მისი ადმინისტრაცია მით მეტი ქალი და განსაკუთრებით ბავშვი რჩება. რითი რჩერენ თავს, როგორ ცხოვრობენ? აქვთ ადმინისტრაციის მიერ მიტოვებული ჭერი, აქვთ ტახტები, უმჯობეს შემთხვევაში ძველი მდგმურის დამჯერეული საწოლი. უმრავლესობას არა აქვს ლეიბი, საბანი, ბალიში და თეთრეულზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. ნახმარი ბუშლატები სვლეს ყოველივე ამას. რა თქმა უნდა, არავით არის ჭურჭელი გარდა პატიმრის ალუმინის ჯამისა და კოვზისა. ერთი სიტყვით ენით აუწერელი სიღატაკე. დაბაში ჩემს შესვლას საკვირველი ეფექტი ჰქონდა. ღმერთმანი თითქმის 10 ფანჯარა ერთდროულად გაიღო და ყოველი მათგანიდან თითო ქალმა გადმოიხედა. ბავშვები თამაშობდნენ. ესენი გაყუჩდნენ, პირღია დამიწყეს ყურება. სიჩუმე იყო, მეც კარგახანს ვიდექი ჩუმად, იქაურობას ვათვალიერებდი. ბოლოს ერთ-ერთმა მკითხა, რა გნებავთ, რა გაგჭირვებიათო. უთხარი, რისთვისაც ვიყავი მოსული, 10-ვე მერდროულად დამიწყო ახსნა თუ როგორ და საით უნდა მევლო. ვერაფერი გავიგონე, ვერ გავარჩიე. მაშინ ერთ-ერთ ფანჯარასთან მივედი. ვათქმევინე, გამოთხოვების ნიშნად ხელი დაუქნიე და გზას დავადექი. 3 თუ 4 კილომეტრი ვიარე, ტრაქტორის გუგუნი გავიგონე. ხმას მივყევი, ფერდობი იყო. მისვლა გაჭირდა. ტრაქტორისტმა დამინახა, ხეები უკვე ჩაბმული ჰქონდა, გამისწორდა და დამიძახა. მომყევიო, მივყევი. ბირჟამდე იარა, გაჩერდა. ტრაქტორი ჩააქრო, გადმოვიდა ამხედა და მკითხა, ვინა ხარო? უთხარი, რისთვისაც ვიყავი მისული და დავიწყეთ აზომვა. კარგახანს მოუნდით, სიმართლეს ვიტყვი. უფრო თვალით განსაზღვრე, რამდენი იქნებოდა. მეტი არც რაიმე იყო საჭირო. დადგინდა ფაქტი, რომ დღე იზიდება. ტრაქტორისტს მიწური ჰქონდა. შემიპატიჟა. ერთი ფიორა რამე იყო, რამდენიმე საფეხური ძირს. კარი კედელთან ვიწრო. ერთ კაცზე ნავარაუდევი ტახტი და ღუმელი. ისიც ერთი ბეწო. ფოთლით არაყი მქონდა მიტანილი, თითო ყლუპი გადავკარით. ამანა უხსნა ენა. თორემ ფლეგმატიკების მეფე იყო. არც რას მეკითხებოდა და მე თუ შევეკითხებოდი, არათი და ხოთიმ პასუხობდა. ორი პატიმარი ერთმანეთს რომ შეხვდება, მათი საუბრის თემაა არაყი, თამბაქო და ქალი. როგორღაც ამოვაღერღინე, რომ ვადა 5 თვეში უთავდებოდა. თამბაქოს არ ეწეოდა, ხნოვანებით 50-ს მიტანებული იქნებოდა. ქალების საქმე როგორ აგაქვს მეთქი, ხელი ჩაიქნია. ქალების მეტი რა არის, აგერა მთელი დაბაო. თავი მომაბეზრეს. მთელი დღის ნამუშევარს რამდენი უნდა შემეძლოსო. პირველად როგორ იყო მეთქი და მიამბო. დავამთავრე მუშაობა, დავანთე ცეცხლი, ფაფაი ხარშება. წამოწოლილი ვარ, კიბის თავში 2 გაჩხაკუნება გაისმა. კენკრით სავსე თუნუქის 2 სათლის სახელურების ჩხაკუნი. მოაკაკუნა. შემოდი მეთქი, შემოვიდა ქალი. დგას, დაჯექი მეთქი, დაჯდა, ვილაპარაკეთ, მომეცი მეთქი, გაინაზა, მაგრამ მერე მითხრა, შენ რაღაც მომცემო. უთხარი რამაბადია რა უნდა მოგცე მეთქი. დაათვალიერა აქაურობა. აგერ იმ თაროზე, რასაც ხედავ, ეგ არის ჩემი ქონება. თვეში ერთხელ ბანაკში პროდუქტების მოსატანად მივდივარ ხოლმე. ფქვილი, ღერღილი, ზეთი, რა ვიცი, რასაც მომცემენ. ქალმა, აგერის თუნუქის ქილა მომეციო. კარგი ქილაა. მაგით ზეთი მომაქვს. წაიღო ქილა. წავიდა. 2 თვის მერე სხვა ქალი მოვიდა. იმან მეორე ქილა წაიღო, რომლითაც ღერღილი მომაქვს ხოლმე. აგერ ისა უწუწლო დავჩი. ამასობაში პროდუქტებზე წასვლის დრო მოაწია. ბანაკში საწყობის გამკი ისეთი კრიჟანგია, თავის ქილას არ მომცემს. ვიცი. შემთხვევა მქონია, ვზივარ ვფიქრობ, რა ვქნა მეთქი და ამ დროს გარედან ჩხაკუნი მოისმა. ის ქალი მოვიდა, ვინც პირველი ქილა წაიღო. მეხვეწა. მიქენი ლამის მოუკვდე, ისე ვარ მოწყურებულიო. უვარზე დავდექი, არ შემიძლია მეთქი. მერე დავთანხმდი. წადი ქილა ამომიტანე და გიზა მეთქი. ძალს ისა და ძალს მე არაფრით არ დავთმე. წავიდა მოიტანა. აგერა ის ქილაა. მარჯვენა. მარცხენა ის ქილაა მეორე ქალმა რომ წაიღო. ისაც მოვატანინე. მას მერე აღარაფერს ამთხოვენ. კარგა შეღამდა. გონი ჩასვლის დროა.
აქ მაგ მუსიკოსის მეტი არავინ გამოჩენილა, მარტოა, ქალია თუ კაცი. ფლეიტისტი ქალი სად გაგიგონია? გამიგონია და მინახავს კიდეც. ეგრა ჩვენი საქმეა, ჩვენი კარტოფილის ორმოებს მივხედოთ. უამრავია ხედავ, ყველა მოსახლე საკუთარი ჰქონდა. თუ არ ვცდები, ის ხეოფსის პირამიდა ბანაკის ბოსტნეულ საცავია. თითო ორმოში რამდენიმე კარტოფილი თუა ჩარჩენილი, კაი ბლომად მოგვიგროვდება. ოპერაცია უნდა ჩატარდეს. მოვქეკოთ და ქათმის ქურდივით გავქრეთ. რომელიმე სახლში რომ შევიპარო და სიტყვაში გამოვიცინო, თვითონ რითი იქნება ურიგო. შერატონში არა, ინტერკონტინენტალში გავათენებთ ღამეს. არა გენაცვალე. ამოდენა გზა იმისთვის ვიარეთ, რომ ახეში გავება. არც აქ ცალია. ჩვენ პაემანი გვაქვს დანიშნული. ჯერ აბუ ალი იბნ სინას ქვეყნიდან გადმოხვეწილ გაურკვეველი ხელობის უზადო რაინდთან და მერე პირველ მონგოლთა ჩამომავალ ჯენტლმენთან შეხვედრები გველის. პაემნებზე ნუ დავიგვიანებთ. მუსიკოს შემსრულებლებთან და სხვა მდაბიორებთან ბოდიში მათთან ურთიერთობა მერე იყოს. გორამ სანამ ეს ფერდობი ჩამოიარა და დაიბაგა, დაღამდა კიდეც. კარტოფილის ორმოებს მიადგა. ერთი კიდევ მოათვალიერა იქაურობა, ტვირთი დადო, ხრიჭო ასწია და ორმოში ჩავიდა. ფხვიერი მიწა იყო, კარტოფილს შემოყოლილი, ჯერ ხელებით ქექა, მერე დანა მოიშველია. სამიოდ კარტოფილი იპოვნა, ავიდა, მეორე ორმოში ჩახდა, აქ უფრო დიდი მოსავალია იყო 4 ცალი კარტოფილი და ერთი მიმჭკნარი, მოზრდილი ჭარხალი. წელში გაიმართა ხელებით ხრიჭოს დაენდო. აიწია უნდა ამოსულიყო, რომ ზურგიდან მოესმა. ეი, შენ ვინა ხარ? ხნიერი კაცის ანჩხლი ხმა იყო. გორა გაშრა. ერთხანს ასე ხრიჭოზე ხელებ ჩაჭიდებული, ნიადაგს მოწყვეტილი ეკიდა. მერე ჩახდა, კაცისკენ მიბრუნდა, შეათვალიერა და მიუგო. ვერა ხედავ თხუნელა ვარ. ალბათ ის კაცი იყო ბაიკალს რომ უკრავდა. თავით ფეხამდე პატიმრისა ეცვა. გულხელ დაკრეფილი, გამომწვევად იდგა. ორმოში წელამდე ჩასულ გორას ელამითვალებით დასკეროდა. გორას ცალხელში ჭარხალი ეჭირა, მეორეში დანა. ჩურჩხელის ქურდობაზე წასრებული ბალღივით იღიმებოდა. ვინა ხარ მეთქი შეუტია მოსულმა. გორამ წარბი შეხრა, ჭარხალი ჯიბეში ჩაიდო, ორმოდან ამოვიდა და მუქარით უთხრა. ვინა ვარ? ეხლა ვეგაიგებ ვინცა ვარ. დამხტურმა რამდენიმე ნაბიჯი დაიხია და ამოღერღა. დარაჯი ვარ, არ უნდა გკითხო ვინა ხარ. ო, ეგ სხვა საქმეა. გორა ვარ. კიდევ რა გინდა? მარბენალი ვარ. დარაჯი გაპაციცდა. ლამის ყბა ჩამოუვარდა, მაგრამ თავს მყისვე დაეუფლა და მიუგო. გორა? ის გორა. იმიერ პოლარეთიდან მოდიხარ არა? არ მატყუებ, მართლა ის გორა ხარ? რა ქვია, ზეკი ხარ თუ თავისუფალი? იმავე ტონით კითხა გორამ. მე პოლიკარპ ვასილევიჩი მქვია, ყოფილი ზეკი ვარ. ნუ გეშინია, აქ ჩემს მეტი არავინ არის, სულ მარტო ვარ. გორამ თავი იქით გაიქნია, საიდანაც ტრაქტორის ყრუგუგუნი ისმოდა. მაგას იქ მიწური აქვს, თბილი მიწური. აქ მხოლოდ პროდუქტებისთვის მოდის. თვეში ორჯერ. ახლა ხან იყო არ მოვა, ნუ გეშინია. არ მეშინია, მშია. გამარჯობა. გორამ დანა ქარქაში ჩააგო. გამარჯობა. ყველაფერი მაქვს, როგორ არა, წამოდი. შეტრიალდა და წავიდა. გორამ მიყვა, ოთახში შევიდნენ, გორა ჩამოჯდა. პოლიკარპ ვასილევიჩმა თახჩიდან ჯამი გადმოიღო. დაუპატიჟებელ სტუმარს ნელთბილი ფაფა მიართვა. პური მოუჭრა და ფაფა თავისთვისაც გადაიღო. გორამ დააცა და სანამ პოლიკარპ ვასილევიჩი ჭამა შეუდგებოდა და მერე მისდგა საჭმელს. იყვნენ, გიკითხეს. რა იცოდნენ? აქ რომ გამოივლიდი, ჰა? სამნი იყვნენ, ერთი ჩვენი ბანაკის უფროსი. ესე იგი ახალი ბანაკისა. მე ვადა ამ ბანაკში გავათავე, ორი სხვა იყო. როდის იყვნენ? 10 დღის წინ, ვერტფრენით. სამნი. ერთი მათგანი მაიორი იყო, პოდპოლკოვნიკი. გორამ ჩაიცინა. რაო, არაფერი. უფროსებმა არაფერი. ერთი დაბალი ჩინის ოფიცერი იყო და ასე თქვა. ცარიელი ძვალი და ტყავი იქნება ალბათო. სხვა არაფერი. არ გითხრეს თუ მოვიდა, ასე და ასე მოიქეციო. არა, აქ უნდა გამოიაროსო, ასე თქვეს და წავიდნენ. მე რომ გიყურებ, ცარიელა ძვალი და ტყავიაო, ძალიანაც არ აგიშავს რა. საეჭვოც კია, მართლა გორა ხარ თუ მატყუებ. გორა ფიქს გაყვა. კარგა ხანი გავიდა, სანამ ფაფას მიუბრუნდა.
ლუკმა გადაყლაპა, კიდევ იფიქრა და მასპინძელს კითხა. რისთვის იჯექი? პოლიტიკური ვარ, 10 მქონდა. მერე კიდევ 10 დამიმატეს. ეხლა თავისუფალი ვარ, კაი ხანია უკვე, შვილები არ ამყოლია, არც დაძმა. ამდენი დრო გავიდა, სად და ვისთან წავიდე. პირველად როდის დაგაპატიმრეს? 50-იანი წლების ბოლოს. პოლიკარპ ვასილევიჩმა ჩაიცინა და დასძინა. ლაბუხი ვარ. ლაბუხი იცი რა არის? ვიცი. ჟარგონზე ორკესტრის შემსრულებელს ნიშნავს. ალტზე ვუკრავდი. კურსკელი ვარ. გერმანელები შემოვიდნენ. მეორე დღეს ორკესტრანტები ქალაქის საბჭოში დაგვიბარეს. ტრიბუნასთან დაგვაყენეს. ჯერ რუსმა ილაპარაკა, მერე გერმანელმა, მერე ისევ რუსმა და ტუშიო გვიბრძანეს. დავწხედე და ეგ იყო. შემდეგ დამიჭირეს, რატომ დაუკარიო? არა, იქ კურსკელ პოლიციელებს ასამართლებდნენ, იმათ ეცხში გაგვიყვანეს. ფაშისტებს ეხმარებოდითო. ისინი მართლა ეხმარებოდნენ, ყველა დახვრიტეს. იმ ორკესტრიდან ცოცხალი, ვინც გვიპოვნეს, თითო ჩერვონეცი ჩამოგვირიგეს. არა, კაპელმაისტერს 15. სკლეტოვი გაუშვეს. ისე ვიდექი, არ ვუბერავდიო. დავემოწმეთ და გაუშვეს. ერთუში 10 წელი კაცო. მერე სასამართლობა მომიხსნეს. საწავიდე ვისაში ვჭირდები. აქა ვარ, სული მიდგას და მადლობელი ვარ ღვთისა. იყავი საშიში არაფერია, სულ არაფერი. მე აქ საწყობიც მაბარია, ბოსტნეულია, სხვა რამეებიც არის, ცოტაა, მაგრამ არის. გატანა ვერ მოახერხეს, კატარღა კაპიტალურზე უდგათ. იყავი, წახვალ საგზალს გაგატან. ციგას მოგცემ, კარგი ციგაა. გორამ ჭამა დაამთავრა და ისევ ფიქრს მიყვა.